ერთ-ერთი საკვანძო რამ რაც მამაკაცს ურთიერთობაში დასჭირდება, არის კონფლიქტის სწორად მართვის უნარი. სამწუხაროდ ბევრ მამაკაცს გონია, რომ ვინც უფრო ხმამაღლა ყვირის, ის არის მართალი და იმ მომენტში სულ ფეხებზე ჰკიდია, რომ მას მალე დანაშაულის გრძნობა შეაწუხებს და თვითონვე გაიქცევა ქალთან ბოდიშის მოსახდელად და შესარიგებლად. შენ უნდა გაიაზრო, რომ თუ შენს ბანჯგვლიან მუშტს სირტყა მკერდზე და ბოხი ხმით ღრიალებ დაახვიე ქალო აქედანო, ეგ შენ სიძლიერეზე არ მეტყველებს. შენ მაგ მომენტში შენივე ხელით ახდენ საკუთარი თავის დისკრედიტაციას. მასე იქცევა ის მამაკაცი, რომელიც უკვე ვეღარ მართავს სიტუაციას. როდესაც ერთხელ მოაწყობ ისტერიკას, მეორედ მოაწყობ, მესამედ, მეოთხედ, შემდეგ უკვე ნათელი ხდება, რომ შენ ბლეფაო. ამიტომ შემდეგ უკვე მაგ ყველაფრის პასუხად ქალის დაშორების სცენარს დგამს. თუ რამე არ გაწყობს, ჯობია დავშორდეთო. თუ შენ ქალმა მსგავსი რამ უკვე გითხრა, ესე იგი შენი ბლეფი მისთვის უკვე кайხანია, რაც ნათელი გახდა და ხელშიც არის უკვე ამოსული. შესაბამისად, შენი განრისხებისგან გაწითლებული ლოყები და მაგიდაზე რაც შეიძლება ძლიერად დარტყმული მუშტი, აღარანაირ დადებით შედეგს აღარ მოგიტანს. შენ მის თვალში უკვე ფუფლო ხარ და შენი წინა, ძლიერი, ამბიციური და მმართველი მამაკაცის სტატუსის დაბრუნება აღარ იქნება მარტივი.